ძამიკოებო, სოფლიო მედია, ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი და თვით ჯასტინ გეიჯიც კი. ყველა ერთხმად ათრევს პადის. და იცით რა არის ყველაზე საშინელი? ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ენა წინ გიბორძიკებს და მერე მთელი ცხოვრება ამ ნათქვამს ინანიებ. პადი მანამდე იმდენს ლაპარაკობდა, რომ გონი თვითონაც დაიჯერა თავისი უძლეველობა. გეიჯის პირში ეუბნებოდა, შენი სახე ბრძოლის მერე დედა შენსაც კი არ ეცოდინებაო. ეგონა ჩენდლერივით დაქოქილზე გამოვიდოდა და მარდივად მოუგებდა. მაგრამ გეიჯი, ეს ძველი მგელი, პრესკონფერენციაზე იჯდა და ჩუმად ეღიმებოდა. რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო მეტად აფასებ მეტოქეს სათანადოდ, მით უფრო მწარეთ მოგხვდება ცხვირში. ჯასტინმა პირდაპირ თქვა. მიხაროდა რომ ასეთი სისულელეები ჰქონდა თავში, რადგან საკუთარ თავზე შეყვარებული მებრძოლი ყველაზე ადვილი და სამარცხებელიაო. და მართალიც აღმოჩნდა, აბა რა გეგონათ? ისლამ მახაჩევმა საერთოდ გენიალური რაღაც დაწერა. თეფშით რაც მიართვეს, აღმოჩნდა რომ საჭმელად უვარგისი იყო. გესმით რა ხდება? UFC 324-ზე პადის გეიჯი თითქოს ლანგარზე დაუდეს როგორც მსხვერპლი, რომ პიმბლეტს რეიტინგში წინ წაეწია. ყველას გვეგონა რომ 37 წლის გეიჯი უკვე ჩამოწერილია, რომ ის 35 წლიანი წყევლა მასაც დაღუპავდა, რომელიც მხოლოდ ვოლკანოვსკიმ და ახლა უკვე ჯასტინმა გატეხეს. მაგრამ აი აქ დაუშვა პადიმ ფატალური შეცდომა. არმან სარუკიანმეც კი არ დაინდო. აი რა ხდება, როცა ბრძოლებს ჩუქნიან ვიღაცებს და მერე ეგენი რეალობას წყდებიანო. სიმართლე გითხრათ, მეც კი მჯეროდა რომ პადის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ არა ასე. ვინ დაუწერა ამ კაც ბრძოლის სტრატეგია? გონია რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერია. როგორ შეიძლება, როცა შენი მთავარი იარაღი გრეპლინგი და ჭიდაობაა, საერთოდ არ სცადო მეტოქის პარტერში გადაყვანა. გეიჯის დაცვა კარგი აქვს, გასაგებია, მაგრამ ერთხელ მაინც ხომ უნდა გეთა და შედალოცვილო. ბოქსში გაჰყვა გეიჯს. წარმოგიდგენიათ? ტიპს, რომელიც UFC-ში ბინძური კრივის მეფეა, იქ შეხვა საჩხუბრად. ეს უკვე უბრალოდ შეცდომა კი არა, სპორტული ინტელექტის არქონაა. აი ზუსტად მაგიტომ დაეჭხირა ყელში ის ლანგარზე მორთმეული ბრძოლა. და სანამ ილია თოფურიას ტვიტზე გადავიდელთ, ერთი რამე დამიწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, პადი მართლა ნიჭიერია თუ უბრალოდ კარგად შეფუთული პროექტია? ახლა კი ყური დამიდგეთ, აქ საინტერესო ამბები იწყება. ბევრმა არ იცის, მაგრამ ილიას და პადის ჯენტლმენური შეთანხმება ჰქონდათ. ილიამ ეს პირობა დაიცვა, პირადზე არ ლაბარაკობდა, ოჯახზე არაფერს ამბობდა, თუმცა ბიფი მაინც გრძელდებოდა. თოფურია ხვდება, რომ პადის წაგებით მანაც დაკარგა ფული. რატომ? იმიტომ რომ პადი პიმბლეტი ეს დიდი ბიზნესია. ილიამ პირდაპირ მიწერა. პატარა სოსისო, სულ რაღაც ერთი საქმე გქონდა. 38 წლის კაცისთვის უნდა მოეგო და ცხოვრების ყველაზე დიდი გონორარი დაკარგეო. და იცით პადი რამდენად დარწმუნებული იყო თავის თავში? ტიპმა $150,000 მარტო ბილეთებში გადაიხადა. 250 კაცი ჩამოიყვანა ინგლისიდან ამერიკაში, გზა, სასტუმრო, ბილეთები, ყველაფერი თვითონ დაფარა. ეგონა რომ მოიგებდა და მილიონერი გახდებოდა. ახლა კი დაჯდა ცარიელ ტაფაზე. ილია მართალია. პადიმ საკუთარი ხელით დაწვა თავისი ოქროს საბადო. და აქვე მინდა გითხრათ, თუ გინდათ რომ თქვენი არხიც პადი პიმბლეტივით არ ჩაიძიროს, აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი და დააჭირეთ ძარს. ჩვენ აქ მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ. აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ჩემოკარგებო. ილია თოფურიამ რომ პადის პატარა სოსისი უწოდა, ეგ მარტო დასაცინი სიტყვა არ გეგონოთ. ილია ხვდება რომ ჯასტინ გეიჯიმაც და პადიმაც ამ ბრძოლაში აჩვენეს ისინი თოფურიას დონესთან ახლოსაც არ არიან. ილია ახლა სხვა პლანეტაზეა. ესენი კი ისევ იმ ძველ ბოქსაობას აწვევიან, სადაც თავდაცვა საერთოდ არ არსებობს. გეიჯიმა დაამტკიცა რომ ჯერ კიდევ ძველი სკოლის მგელია, მაგრამ პადიმ დაამტკიცა რომ მისი თავდაჯერებულობა ჰაერზე იყო აშენებული. იცით რა არის ყველაზე დიდი აბსურდი? ხალხი ფულს დებდა პადიზე. ტოტალიზატორებში კოეფიციენტები ისე იწეოდა, თითქოს პიმბლეტი რაღაც ზეადამიანი ყოფილიყო. გულშემატკივრები გამწარებულები არიან. სოციალურ ქსელებში ისეთი ამბავია, პადის ალბათ ტელეფონის ჩართვაც ეშინია. და იცით რატომ? იმიტომ რომ არასდროს უნდა გახდე იმაზე დიდი, ვიდრე სინამდვილეში ხარ. დააცადე სხვებს რომ გაქონ, შენივე ენით ნუ აიშენებ კოშკებს, თორემ მერე გეიჯი მოვა და იმ კოშკს თავზე ჩამოგამხობს. გეიჯიმ ბრძოლის მერე პირდაპირ დასცინა. ნახე შენი სახე რას გავს? შენ არ იყავი ჩემს სახეს რომ ემუქრებოდი? და მართალია, კი, პადიმ გაძლო, გული აჩვენა, სული არ დალია ოქტაგონზე, მაგრამ მარტო გული ამ დონეზე არ კმარა. პადი პიმბლეტი სტრაიკინგში, ანუ დგომში ჩხუბში არის, როგორ გითხრათ, ძალიან სუსტი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ტიპიური ქუჩური ჩხუბის დონეა. არავითარი თავის მოძრაობა, არავითარი კორპუსით მუშაობა
დარტყმების კომბინაციები საერთოდ არ აქვს და გადაადგილდება ისენელა თითქოს ფეხებზე 10 კილოგრამიანი გირები ჰქონდეს მიბმული. ეს ზუსტად რონდა როუზის ეფექტია. როცა გარემოცვა და მედია გაჯერებს, რომ იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ვიღაცამ დააჯერა, რომ შეუძლია დგომში ვინმეს მოუგოს. კი, ლუის ვენდრამინი დაანოკაუტა ერთხელ, მაგრამ ეგ სხვა დონეა. ტოპ 5-ში ეგეთი ბავშვური შეცდომები არ გეპატიება. იქ ყველა პროფესიონალი მკვლელია. პადის ერთადერთი შანსი იყო მისი ელიტარული გრეპლინგი და ჯიუ-ჯიტსუ. ამაში მართლა მაგარია. UFC-ს დონეზეც კი ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩარლს ოლივეირამ რომ გადაწყვიტოს და გეიჯისთან ჭიდაობის ნაცვლად მხოლოდ მუშტი კრივში ახვეს. სისულელეა არა? აი პადიმ ზუსტად ეგ სისულელე გააკეთა. ვინ ურჩია ეს სტრატეგია? ვინ უთხრა რომ გეიჯისთან დგომში გაქაჩავდა? ეს ჩემთვის ამოხსნელი ფენომენია. ახლა კი მოუწევს ყველა იმ კრიტიკის შემა, რაც მისკენ მოდის. მე პადი პიროვნულად არ მეზიზღება, პირიქით ქარიზმატული ტიპია, მაგრამ სპორტულ თვალსაზრისით ზედმეტი მოუვიდა. ზედმეტი ილაპარაკა, ზედმეტი დაიჯერა და ზედმეტი ფულიც გაფლანგა იმ 250 კაცის ჩამოყვანაში. ახლა ყველას აინტერესებს, შეძლებს კი პადი დაბრუნებას? რეიტინგში კი დარჩება, მაგრამ მისი ავტორიტეტი და ის მაგია, რაც მას გარშემო ჰქონდა, სამუდამოდ გაქრა. ადრე თუ მას უყურებდნენ როგორც მომავალ ჩემპიონს, ახლა უყურებენ როგორც იმ ტიპს, რომელსაც ენა წინ გაუსწრო. თუმცა სპორტია, ყველაფერი ხდება. გახსოვთ ბენუა სენდენი? დასტინ პორიესთან წააგო, მაგრამ მერე ისევ დაიწყო დაბრუნება. თუმცა იქ სხვა კლასია, იქ სხვა შრომაა. და აი აქ მივდივართ მთავარ საკითხზე, რომელზეც გეიჯიმაც დაისაუბრა. ძველი სკოლა versus ახალი სკოლა. გეიჯმა თქვა, რომ ამ წუთისთვის ანგარიში 3 ერთია ძველი სკოლის სასარგებლოდ. ერთადერთი ახალგაზრდა, ვინც ძველი გვარდიის წევრზე გადაუარა, ჩვენი ილია თოფურიაა. დანარჩენები ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკობენ. მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. პადი პიმბლეტი ახლა იმ მდგომარეობაშია, როცა ყველა კრიტიკა უნდა გადაყლაპოს და ხმა არ მოიღოს. ბევრი ამბობს, რომ ბრძოლის ბედი მეორე რაუნდში იმ აიპოკმა თითის თვალში მოხვედრამ გადაწყვიტაო. ძმებო, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. პირველ რაუნდშივე ტიპმა ნოკდაუნი მიიღო და მთელი რაუნდი ცემას ჭამდა. ის თითი თვალში საერთოდ არაფერს ცვლიდა. ეს იყო ცალკარად თამაში, სადაც პადი უბრალოდ მოძრავი სამიზნე იყო. საინტერესოა ერთი დეტალი. ჯასტინ გეიჯიმ პრესკონფერენციაზე ახსენა, რომ ძველი სკოლა ახალს 3-1 უგებსო. დაფიქრდით, პორიემ ბენუა სენდენი დაამარცხა, გეიჯიმ პადი. ერთადერთი, ვინც ეს სტატისტიკა გააფუჭა და ძველი გვარდიის სიმბოლო ალექსანდრე ვოლკანოვსკი ტახტიდან ჩამოაგდო, ჩვენი ილია თოფურიაა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ ილიას აქვს ის X ფაქტორი, რაც ახალ თაობას ასე ძალიან აკლია. პადი აღმოჩნდა მებრძოლი, რომელსაც ნოსტალგია უფრო მეტად ეხმარებოდა, ვიდრე რეალური უნარები. ხალხს უყვარს მისი ვარცხნილობა, მისი აქცენტი, მისი ენერგია, მაგრამ ოქტაგონზე ეს ყველაფერი ნულდება, როცა წინ გეიჯი გიდგას. იცით რა არის ყველაზე დიდი დანაკარგი? რეიტინგში პადი ალბათ დარჩება ტოპ 15-ში, მაგრამ მისი ქეში, ფასი, ბაზარზე საშინლად დაეცა. როცა ილია თოფურია გეძახის, რომ შენ ცხოვრების ყველაზე დიდი ჰონორარი დაკარგეო, ის სიმართლეს ამბობს. პადისთან ბრძოლა ყველასთვის მომგებიანი იყო. დიდი ფული, დიდი გამოხმაურება. ახლა კი ის უბრალოდ კიდევ ერთი დამარცხებული მებრძოლია, რომელმაც საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა შეიქმნა, ვიდრე ეკუთვნოდა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ პადის სტრაიკინგი ისეთივე ხრელებით აასავსე, როგორც შვეიცარიული ყველი. არანაირი დაცვა, ხელები დაბლა, ნიკაპი წინ. ასე ჩხუბი ტოპ 5-ეულის წევრთან თვითმკვლელობის ტოლფასია. გეიჯიმ უბრალოდ აჩვენა სხვაობა კლასებს შორის. ის თითქოს ეუბნებოდა, ბიჯო, შენ ჯერ ბაღში ხარ, მე კი უნივერსიტეტი დიდი ხნის წინ დავამთავრეო. ბოლოს მინდა გითხოთ, თქვენი აზრით პადის კიდევ აქვს შანსი, რომ ოდესმე ჩემპიონი გახდეს? თუ ეს იყო მისი მაქსიმუმი და ახლა მხოლოდ შოუმენადი დარჩება. მე პირადად ვფიქრობ, რომ მისი მატარებელი უკვე წავიდა. ილია, ისლამი, არმანი, ეს ისეთი დონეა, სადაც პადისნაირ სოსისებს, როგორც ილია იტყოდა, უბრალოდ საუზმეზე ჭამენ. ასეა თუ ისე, ეს ბრძოლა კარგი გაკვეთილი იყო ყველასთვის. ენა მანამდე არ უნდა ატარტარო, სანამ საქმეს არ დაამთავრებ. გეიჯიმ დაამტკიცა, რომ სიმშვიდე და გამოცდილება ყოველთვის ჯობიებს ცარიელ ლაპარაკს. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. თუ გინდათ, რომ UFC-ს სამყაროდან ასეთივე მწარე და რეალური ანალიზები არ გამოტოვოთ, იცით რაც უნდა ქნათ.
გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და შევხვდებით შემდეგ თავგადასავალში. აბა დროებით!